მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი. ვანახლებ ისტორიის შესახებ პოდკასტების სერიას და დღეს გთავაზობთ სტუმრად ქეთევან სიხარულიძეს. სოლოლაბის მკვლევარი, ისტორიის მასწავლებელი, მკვლევარი სპეციფიურ საკითხებში და რაშიც არის სპეციალიზირებული. აი სწორედ იმ საკითხებზე ჩვენ გვექნება დღეს დისკუსია. და ქეთევანი არის სპეციალიზირებული ჩვენს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და მის სპეციფიურ საკითხებზე. და შევეცდებით, რომ ეს ძალიან საინტერესო ეპოქა გავშალოთ კიდევ უფრო ცხადი გავხადოთ მაყურებლებისთვის. სალამი ქეთევან. მოგესალმებით, მადლობა ირაკლი მოწვევისთვის. მართლაც აქტუალური საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში არსებობდა პირველი რესპუბლიკა, იგივე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მკვლევრებისთვის და ისტორიკოსებისთვის მაინც ჯერ არ არის კიდე ბოლომდე შესწავლილი და ერთგვარად ამოუწურავი საკითხიც გია. დროიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე დროის დინამიკა იცვლება, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება იცვლება და შესაბამისად ერთი კონკრეტული საკითხით შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს მკვლევარს იმისთვის, რომ იკვლევს. უცნაურია ის ამბავიც, რომ პირველად უფრო მეტად უცხოელები დაინტერესდნენ და მათ შორის განსაკუთრებით დიდი წვლილი თუ ვინმეს შეტანილი აქვს ამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირვანდელი ეტაპის კვლევაში უცხოელი მკვლევრები და ისტორიკოსები არიან. საქართველოშიც ობიექტური გარემოება გქონდა, იქედან გამომდინარე, რომ საბჭოთა კავშირმა სრულად შეცვალა და გადაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და დღემდეც თუ კი რამეს ვებრძვით პირველ რიგში ისტორიკოსები და მკვლევრები სწორედ ამ პერიოდის შესახებ გვინდა რომ ობიექტური ცოდნა ჩამოყალიბდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში უკვე გამოჩნდა პირველი რესპუბლიკის შესახებ ტექსტები, რომლებიც ობიექტურად და ნეიტრალურად აღწერს ამ პერიოდს. ოღონდაც ეს არის ძალიან გვიანდელი ამბავი, 2020 წლის თითქმის. მანამდე, როგორც მასწავლებლები, იმ პრობლემასაც ვაწყდებოდით, რომ ისევ საბჭოთა ნარატივი მეორდებოდა ისტორიის სახელმძღვანელოებშიც და დამოუკიდებელ საქართველოშიც გაზრდილი თაობები სწავლობდნენ იმ ტექსტებს, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის მხრიდან უყურებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. დიახ, ეს არის. აი, უაღრესად რთული და საინტერესო საკითხი არის. რატომ არის უაღრესად რთული? იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას არ აქვს გაცნობიერებული კარგად ის ბოროტება და ეს ბოროტება მხოლოდ იმის შემდეგ არის მარტივად გასაცნობიერებელი, რა წაგვართვეს და რას მივახციეთ თან პლუს, ანუ ამ მოცემულობაში, როცა შემდეგ ადამიანი არის აღფრთოვანებული საბჭოთა მიღწევებით, არის აღფრთოვანებული მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით და იმ სუბიექტით, ლიდერობით, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენი ფუნდამენტი მოგვიშალა და აი თავიდან ვაშენებ ჩვენს ნაციონალიზმს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები კარგად იცოდნენ, ხო? და ეს საბჭოთა ნარატივი ბევრი მიმართულებით შეეხო პირველ რესპუბლიკას. და ეს არ არის მხოლოდ რაღაც სამეცნიერო ნაშრომებში ასახული ცოდნა, რომელიც შეიძლება და სპეციფიურ ჯგუფს ქონოდა ამაზე წვდომა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ხო? არ მოგსაუბარი მარტო უნივერსიტეტებზე, ინსტიტუტებზე, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა, უფრო მეტიც მხატვრულმა ლიტერატურამაც შეუწყო ხელი პირველი რესპუბლიკის დემონიზებას, რაც თავარია მათი ლიდერების დემონიზებას და ამ ყველაფერმა დღემდეც კი საკმაოდ მძიმე ვითარებამდე მივყავართ ამ ყველაფერს. პატარა ექსპერიმენტიც რო ჩაატაროთ და ქუჩაში რო გახვიდეთ და იკითხოთ, უფრო მეტი ადამიანი ნეგატიურად შეაფასებს. ამას ემატება ილიასთან აპირისპირებაც, ნოე ჟორდანიას საკმაოდ კომპლექსური საკითხია, და რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს საბჭოთა კავშირს ამაში, რომ პირველი რესპუბლიკის დემონიზება მოხდა სრულად და ძალიან დიდი პერიოდი დასჭირდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო პირველი რესპუბლიკის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ეროვნული მოძრაობის დროსაც მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ამას ხელი, იმიტომ რომ საზოგადოება მაინც თითქოს ორ ნაწილად გაიხლიჩა, სადაც არსებობდა ილიას იდეები და ილიას გზა, თითქოს საპირწონე და ნოე ჟორდანიას ამ შემთხვევაში, რომელიც წმინდად სოციალისტთან იქნა დალინკული, სავსებით ლოგიკურია, იმიტომ რომ მთელი 70 წლის განმავლობაში სოციალიზმმა მოიტანა ის ყველაფერი, ის ყველა უბედურება და როდესაც დამოუკიდებლობის გამოცხადების აღდგენის გამოცხადებას ეხება საქმე, ლოგიკურია, რომ სოციალიზმი უფრო მეტად ნეგატიურ მოვლენად ასოცირდება და მიაბამენ სოციალიზმს ამ ყველაფერს. აი ამ საკითხში აი ძალიან ბევრი ცნებათა დამთხოვის გამო არის გაურკვევლობა საზოგადოებაში, სოციალიზმი როგორც საბჭოთა, ასე ვთქვათ, იდეოლოგია და სოციალიზმი როგორც დემოკრატიული გამოცდილება და დაუშვათ გერმანული ინტერპრეტაცია, ხო?
ამ საკითხში ძალიან სპეციფიური ცოდნა საჭირო რომ ეს ორი რაღაცა განასხვაო, ასევე განასხვაო სოციალ-დემოკრატების სოციალიზმი კონკრეტულად როგორ განსხვავდება, აბსოლუტურად განსხვავდება საბჭოთა სოციალიზმისგან და იმისგან, იმ არახუმანური რაღაცა სიმახინჯისგან, რაც მათ ააშენეს და აი ამ სემიოტიკური დამთხევის გამო რაღაცნაირად პირდაპირ ასოცირდება, რომ ნეგატიური დატვირთვა მიიღო ცალსახად. მდგომარეობას ართულებდა და ართულებს დღესაც აი ცოდნის და ინფორმაციის დეფიციტი მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ეპოქაში ვართ. ანუ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ნოე ჟორდანიას მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს, დღესაც ეს არის ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება. მაგრამ ასევე ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც თუნდაც წაუკითხავს ის ყველასთვის პრობლემატური წერილი, რომელიც გაზეთ კვალში დაიბეჭდა, სულ რაღაც 5 წლის წინ გავაციფრულეთ, პირველად არც მოიპოვებოდა ელექტრონული ვერსია ეროვნული ბიბლიოთეკაში და რომ წაიკითხავს ობიექტური თვალი ამ წერილს, იქ ნოე ჟორდანია არავის არ აყენებს შეურაცხყოფას, გასაგებია რომ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევრები არიან და მათ შორის დაპირისპირება და კამათი ლოგიკური იყო. ამას ემატება ისიც რომ ილიას მარტო ნოე ჟორდანიასთან არ ქონია დაპირისპირება ამ პერიოდში, საკმაოდ ფიცხი ხასიათი ჰქონდა და ამ წერილში ცალსახად ხედავთ რომ პირიქით ნოე ჟორდანია საყვედურობს სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს, იმიტომ რომ ილიას სახელი და ილიას მკვლელობა გამოიყენეს ჩირქის მოსაცხებად მთლიანად პროცესისთვის, იმ პროცესისთვის, რომელიც იყო რევოლუცია და რომელმაც მერე საბოლოო ჯამში მოგვიტანა ჩვენ დამოუკიდებლობა. ანუ ჩვენთვის ხო ისტორიის განგრძობადი პროცესი არ არის. უყურებთ მიზეზს და უყურებთ შედეგს, ხო? და ამ რევოლუციის შედეგი მათ შორის პირველ მსოფლიო ომთან ერთად ჩვენთვის ცალსახად იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება მერე როგორც შემდგომი პერიოდი. ზოგადად ძალიან რთულ და საინტერესო პერიოდზე ვსაუბრობ და მარტო პირველი რესპუბლიკის ისტორიას ვინც სწავლობს, ჩვენთვის რაღაც ისეთი დაუწერელი კანონია, რომ 1917 წლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ისაუბრო 1918-21 წლებზე და იმ პროცესებზე, რაც ამ 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. 1917 წელს ხდება ყველა ის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც მიგვანიშნებს, თუ ადრე თუ გვიან ქართველი ხალხის ნება აღსრულდება და ეს ნება გამოიხატება დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ არც დამოუკიდებლობა არ იყო მარტივი გამოსაცხადებელი და თუ ცოტა უფრო შორეულ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ მე-15 საუკუნის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო არ არსებობს. ერთიანი სახელმწიფო არ არსებობს, ლოგიკურია, რომ აქ ერების თეორიას ვერ შემოვიტანთ, ყველასთვის განსხვავებულია, მიუხედავად ერების საერთო მარკერებისა და ნაციონალიზმის, რომელიც განსაკუთრებით გვიანდელ პერიოდში ხდება პოპულარული. საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო არ გვაქვს. უფრო მეტიც, აი საბჭოთა ისტორიოგრაფიამ რაც დააშავა, ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა ის, რომ თანამედროვე ერების თეორიის მიხედვითაც კი პირველი რესპუბლიკა არ განიხილება როგორც ქართველი ერის ჩამოყალიბების ნაწილი. უფრო გვიანდელი პერიოდიდან ხდება ეს ყველაფერი, ხო? მეორე მსოფლიო ომთან ილინკება, რომ თითქოს მეორე მსოფლიო ომში იქმნება ქართველის იდენტობა და შეუძლებელია საბჭოთა ქართველსა და ქართველ შორის ტოლობის ნიშანი დავსვათ. ანუ ერთი და იგივე ადამიანებზე არ ვსაუბრობთ ჩვენ, მათ თანაბრად და ერთნაირად ვერც და არც ესმით, როგორი უნდა იყოს მოქალაქე. 1917 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო ვითარება, პირველი მასობრივი კონფლიქტი მიმდინარეობს მსოფლიოში, მსგავსი მსოფლიოს აქამდე არც არაფერი არ უნახავს. ამას ემატება არა მხოლოდ რაოდენობა და ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში, არამედ ტექნოლოგიური ცვლილებებიც ხდება, მნიშვნელოვნად ჩქარდება დრო, კომუნიკაციის საშუალებები გამოიგონეს ადამიანებმა, ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებები გამოიგონეს და საბოლოო ჯამში, როდესაც მანამდე იზოლაციაში მოქცეული უფრო მეტად ამერიკის შეერთებული შტატები ერთვება ამ მასიურ კონფლიქტში, ვხედავთ, რომ ომის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ომის ბედი გადაწყვეტილია მოკავშირეების სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ 1918 წელს მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და პოლიტიკური წესრიგი იცვლება. 4 უზარმაზარი იმპერია წყვეტს არსებობას და მათ შორის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმპერიები, ხო? ეს არის პირველ რიგში რუსეთის იმპერია, რომელმაც მოახერხა და 1801 წლიდან 68 წლის ჩათვლით მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ყველა დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ერთეულს წაართვა დამოუკიდებლობა. მოაქცია ზოგი მოტყუებით, ზოგან რაღაც პოლიტიკური ვაჭრობით, თითქოს დიპლომატიით, ყველა მათგანს წაართვა დამოუკიდებლობა და ისინი მოაქცია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. და მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვა არ იყო ეს პროცესი, ხო? ანუ სრულად რუსიფიკაციას ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების და გააქრო საერთოდ ქართული რეალობიდან ქართული ენა, სახელმწიფო ენის სტატუსი აღარ ჰქონდა ქართულ ენას, ტრადიციები, წესები, მათ შორის ეკლესიაც კი სრულად გაარუსულა, ასე ვთქვათ. აი ამ რთულ ვითარებაში, როდესაც რუსეთის იმპერია წყვეტს არსებობას და მანამდეც უკვე საქართველოში მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს მას შემდეგ
შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერია აღარ იარსებებს. ანუ ეს ძველი წესრიგი გაქრება და თან არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ 1905-7 წლებიდან მოყოლებული მთელ ევროპაში ეს ევროპის წამყვანი ქვეყნები, ვისაც ლიდი აქვთ აღებული, მათ საკუთარ პასუხისმგებლობად მიაჩნიათ ასევე ისიც, რომ პატარა ერებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ დამოუკიდებლობა, დაეხმარნონ ამ დამოუკიდებლობის აღდგენაში. აი ამ პროცესში ბევრი ვარიანტი განიხილებოდა და ერთ-ერთი შედარებით ყველაზე მარტივი განსახორციელებად რაც აღიქვეს, როგორც ჩანს, მაშინდელი პოლიტიკური კლასი რასაც ფიქრობს, ეს არის ერთიანი რესპუბლიკის შექმნა, რომელიც გააერთიანებს სამხრეთ კავკასიის, იგივე ტრანსკავკასიის ქვეყნებს, საუბარი გვაქვს სომხეთზე, აზერბაიჯანზე და საქართველოს. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ხო გასაგებია, რომ ეს მოდელი წარმატებული ვერ იქნებოდა, მაგრამ მაშინ როგორც ჩანს, სხვა ალტერნატივას ვერ განიხილავდნენ. წარუმატებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ სამი ქვეყანას სხვადასხვა კულტურაზე გვაქვს საუბარი, ცივილიზაციური თვალსაჩინით სამივე სხვადასხვა არჩევანი აქვს გაკეთებული თავის დროზეც. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ამ სახელმწიფოებს წარსულში ბევრი კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. შესაბამისად, ბევრი ტერიტორიაც აქვს სადაო და საბოლოო ჯამში ეს ამიერკავკასიის ფედერაცია როგორც სახელმწიფოს მოდელი არ მუშაობს. ამის შემდეგ აქტიურად იწყება ფიქრი ქართულ პოლიტიკურ კლასში, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს მზადება რეალურად ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის 1917 წლის ნოემბერში, როდესაც საქართველოში იმართება ეროვნული ყრილობა. ეროვნული ყრილობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ერთი სოფელიც კი არ დარჩენილა, საიდანაც დელეგატი არ ყოფილიყო ჩამოსული და არ დასწრებოდა ამ კრებას. რა თქმა უნდა, მთავარი საკვანძო საკითხი ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქმედითი ნაბიჯებიც გადადგეს ამისთვის, მათ შორის აირჩიეს ეროვნული საბჭო, ეს იქნებოდა ორგანო, რომელიც სრულად იქნებოდა პასუხისმგებელი, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობა. ეროვნულ საბჭოსთან ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ეროვნულ ყრილობაზე, რაც მიიღეს, იყო ის, რომ თავადაზნაურობამ თავისი კუთვნილი ქონება, რომლის ხელმძღვანელიც მაშინ იყო კოტე აფხაზი, ილია ჭავჭავაძის დიშვილი, მთელი თავისი ქონება გადასცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს. დამოუკიდებლობის გამოცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ეს 4 იმპერია დაიშალა, ჩვენთვის არ ყოფილა მარტივი. ამ ყველაფერს მოყვა 1918 წლის დასაწყისში ოსმალეთის მხრიდან აგრესია და აჭარის ტერიტორიისთვის ბრძოლა გრძელდებოდა კვლავ ისევ და თავდაპირველ ეტაპზე ჩვენ არ გაგვიმართლა იმაშიც, რომ ვერ ავირჩიეთ სწორი მოკავშირე საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით. თუ გაუმართლა სომხეთს და გაუმართლა აზერბაიჯანს, სადაც ინგლისური და ფრანგული გავლენა უფრო მეტი იყო და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ნავთობით იყო განპირობებული, ბაქოს ნავთობი იყო საინტერესო, სანამ კასპიის ზღვაში აღმოჩნდებოდა ნავთობი. ჩვენ ავირჩიეთ გერმანია. ნუ ომის საწყის ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ წარუმატებელი გათვლა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ამ ყველაფერმა არ გაამართლა და მათ შორის ერთა ლიგაში გაწევრიანების დროსაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენთვის სხვა ყველაფერთან ერთად იყო ეს გერმანიასთან მოკავშირეობა, მაგრამ ჩვენ არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ თითქოს რაღაცა გერმანია ბოლომდე იცავდა ჩვენს ინტერესებს. როდესაც გერმანია ომში წააგო, 1918 წლის მაისის მიწურულს უკვე აკაკი ჩხენკელი იყო პასუხისმგებელი პირი გერმანიასთან ურთიერთობის. და აკაკი ჩხენკელს გერმანული მისიის მეთაური ფონ ლოსოვი წერს, რომ ისინი გადიან საქართველოსდან, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. რას იზამენ? გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას და თუ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ, აღიარებას მოიპოვებდნენ, თუ არა და ძველებურად ასე ვთქვათ, აი იმპერიის ნანგრევებში გააგრძელებდნენ არსებობას. იყო თუ არა მაინც ერთგვარი მხარდაჭერა, ანუ ოსმალეთის აგრესიის მომენტში გერმანიის მხრიდან, რომ აი ის ბრესტის ზავის პირობებს ითხოვდნენ, ხო? ამას ვერ ვიტყვით, რომ საგარეო პოლიტიკური კუთხით გერმანიამ სრულად მიგოთა. უბრალოდ შიდა საქმეებში დატოვა ავტონომია პოლიტიკური. ბევრად უფრო თანმიმდევრული იყო ვიდრე ინგლისის შემდეგ, რომელიც ანუ ვერ იპოვა ვერაფერი რაღაცა თითქოს სარგებელი და რაღაცა მიახლა პორტა ყველაფერი დატოვა საქმე არეული და აი გერმანიის შემთხვევაში იყო ძალიან თანმიმდევრული, მაგრამ რა თქმა უნდა ესე დასრულებული იყო. გარემოებებმა არ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. აი ამ რთულ ვითარებაში აკაკი ჩხენკელი საბოლოო შეტყობინებას გამოაგზავნის თბილისში, სადაც პროცესი დუხს პოლიტიკური ასე ვთქვათ და კაცრი ტონით ითხოვს, რომ თუ დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოთ, უნდა გამოაცხადოთ ახლა. აი საბჭოთა მითებს შორის ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ 25 მაისს დამოუკიდებლობა ვერ გამოაცხადა, სოციალ-დემოკრატებმა ვერ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც არის დამოუკიდებლობის აქტი, მზად არ იყო. ანუ აი ეს აზრი მუსირებს დღემდე და ტრიალებს საზოგადოებაში.
სად ხედავთ რომ ეს ცალსახად პროპაგანდისტული ნარატივია, ხო? ხედავთ იმაში რომ ნოე ჟორდანია 25 მაისს მკვეთრად დააყენა საკითხი და თქვა რომ ჩვენ თუ დღეს დამოუკიდებლობას გამოვაცხადებს 25-ში და არა 26-ში, ეს სამართლებრივი თვალსაზრისით არ იქნება სწორი. და რატო არ იქნება სწორი? ჯერ კიდევ არსებობს ამიერკავკასიის სეიმი. მიუხედავად იმისა, რომ ის მოქმედი არ არის და ფუნქციური თვალსაზრისით ისეთი აქტიური არ არის როგორც წინა წელს, სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ინსტიტუცია არსებობს. სწორედ ამიტომ ნოე ჟორდანიამ დღის წესრიგი სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ააგო შემდეგნაირად. 26 მაისს დღის პირველ ნახევარში პირველ რიგში იკრიბებიან ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატები. ისინი დაშლილად აცხადებენ ამიერკავკასიის სეიმს. ამიერკავკასიის სეიმი გაუქმდება და შესაბამისად სამართლებრივად გაუქმდება ამიერკავკასიის ფედერაციაც და ამის შემდეგ მოხდება დამოუკიდებლობის გამოცხადება და სწორედ ასე მოხდა, ხო? საქართველოს დედაქალაქში თბილისში სამი სახელმწიფო აცხადებს დამოუკიდებლობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იბადება სომხეთი და იბადება აზერბაიჯანი. აი ეს ილუზია რომ მზად არ არის, აი როგორ შეიძლება და წარმოშობილიყო, როცა დამოუკიდებლობის აქტი, აი ესეთი სტრუქტურირებული უმაღლეს დონეზე მომზადებული, ასე თქვა, ტექსტი და დოკუმენტია, ხო? ეს არ შეიძლება ნაჩქარევი და რაღაც ეს ტიპის უმზადებელი დოკუმენტი იყოს, სადაც იმ პერიოდის პოლიტიკური აზროვნების ყველაზე სტრუქტურულად ჩამოყალიბებული თანამედროვე ყველა ღირებულების და ფასეულობის გამაერთიანებელი დოკუმენტია. ეს არ არის სადღეგრძელო. ეს არის კეთდება. რაც იყო დამოუკიდებლობის აქტში, ეს შემდგომში აისახა მე კონსტიტუციაში რო ამბობენ რომ აი მხოლოდ 4 დღე, ჯერ ერთი 4 დღე არ უარსებია, მაგალითად უნდა ვისაუბროთ რომ გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. მხოლოდ 4 დღე იარსება კონსტიტუციამ და მე რა ეწერა შეგნით, როგორც რა ეწერა, ანუ დამოუკიდებლობის აქტში იყო ის ყველა პრინციპი დაცული, რაც მე შედარებით უფრო ვრცლად აისახა და ჩაიშალა კონსტიტუციაში. იმეორებდა ერთმანეთს შინაარსობრივი თვალსაზრისით მთავარი ღირებულებები, რაც იყო დაცული იყო როგორც აქტში, ასევე კონსტიტუციაშიც მე შემდგომში. ჩვენს კონსტიტუციაში არ არის პრეამბულა იმ 21 წლის კონსტიტუციაში, მაგრამ მიიჩნევა რომ აი ამ პრეამბულის ფუნქცია სწორედ ეს აქტის დოკუმენტი ასრულებს და ახლა ის იმდენად მაღალ დონეზე დაწერილი დოკუმენტია რომ ამ მოთხოვნასაც კი პასუხობს და ეს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი დონის მომზადება არის აქ სახეზე და არის შემთხვევითი განსხვავებული ასევე ჩვენ უნდა შევხედოთ ცოტა სხვა თვალითაც იმ პოლიტიკურ კლასს რომელიც მაშინ არსებობდა. ჩვენ ვხედავთ რომ რადიკალურად განსხვავდებიან მისი წინამორბედებისგან მიუხედავად იმისა რომ მეფის რუსეთში ესე პოლიტიკური პარტიების არსებობის ფუფუნება არ იყო, ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ადამიანების განათლებამ და უფრო სწორედ იმან თუ სად მიიღეს განათლება. წინა თაობა, ეგრეთ წოდებული მამების თაობა, მათთვის ერთი შესაძლებლობა არსებობდა მხოლოდ და ეს იყო რუსეთი. ევროპის მეშვეობით ევროპიდან შემოდიოდა განათლება, იქ რუსეთში ჩადიოდნენ, პეტერბურგში იღებდნენ განათლებას და მერე ამის ასე იცნობდნენ ისინი ევროპას. განსხვავებით სოციალ-დემოკრატებისგან და არა მარტო სოციალ-დემოკრატებისგან, სოციალ-ფედერალისტებისგან, ანარქისტებისგანაც ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში მიიღოთ განათლება. იტალიაში, საფრანგეთში, თვითონ ნოე ჟორდანია შვეიცარიაში სწავლობდა, ჟენევაში მიიღო განათლება და ნიკო ნიკოლაძე პირველი დოქტორი. და ამ ადამიანებმა პრაქტიკაში ნახეს რას ნიშნავს ევროპული სახელმწიფო. თეორიული ცოდნა კი არ ჰქონდათ და რუსეთი კი არ იყო მათთვის ფანჯარო. ყოველდღიურად უყურებდნენ რას ნიშნავს ევროპული ღირებულება და ევროპული სახელმწიფო და ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადმოტანა მოახერხეს, როგორც კი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. აი ამ რთულ ვითარებაში იბადება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც საერთოდაც არ იყო ნაჩქარევი და რაღაცა ექსპერიმენტალური პროექტი, ყველაფერსო თავი დაანება 1917 წლის ნოემბრიდან უკვე ისეთი აქტიური მზადება მიდის ამ ყველაფრისთვის, მომზადება პოლიტიკური კლასი სულად მზად არის ამ ყველაფრისთვის, რომ უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, როდის გამოცხადდება დამოუკიდებლობა. კი. და ამის მერე იწყება ახალი გამოწვევები, ხო? ეხლა შენ ძალიან საინტერესო ერთი მომენტი ახსენე, ანუ ერის ჩამოყალიბების თეორია მე ძალიან კარგად მახსოვს, აი ჩემი აბიტურიენტობის დროს სახელმწიფოს ავტორი კარგად არ მახსოვს, მაგრამ იქ იყო რაღაცა ერის განმარტება და ლენინური ტრადიცია იყო ერის განმარტების, სადაც იყო ერთიანი წარსული, ერთიანი კულტურა, ერთიანი ეკონომიკური სისტემა, აი რა შუაშია და თითქოს აქედან გამომდინარე ერი შეიქმნა აი ამ царизмის დროს ყველაზე ადრეულ შემთხვევაში. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ არის საბჭოთა ისტორიოგრაფია და საბჭოთა აი პოლიტიკური აზროვნება თუ სოციოლოგიური აზროვნება შეიძლება ასე ითქვას. ვერ იაზრებდა ნაციონალიზმს, აი ფრანგული ნაციონალიზმი რას ნიშნავს და ფრანგული ნაციონალიზმი
გამოყოფს ამ ერის და ნაციონალიზმის იდეას, იმიტომ რომ ერი ვიყავით ზუსტად თამარის დროსაც ერი ვიყავით. ანუ ერი არის კულტურული, საერთო კულტურული შეგრძნება, საერთო ენობრივი შეგრძნება იმისი, რომ ერთი ორგანიზმის წარმოადგენდა. ისინი ფეოდალმა დამიძახა და იმიტომ ვიბრძვი, ამიტომ არ იყო ალბათ. და ნაციონალიზმი ეს არის მისი პოლიტიკური გააზრება, მერმისის გააზრება, მომავლის გააზრება, ერთიანი საცხოვრისის გააზრება. აი შეიძლება დღესაც სამუშაო გვაქვს, არ გვაქვს მეგონი კარგად ჩამოყალიბებული. ხო, აი სხვათა შორის სტივენ ჯონსიც წერს თავისი ცნობილ ნაშრომში სოციალიზმი ქართულ ფერებში, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატები იყვნენ და არა მარტო რაღაცა პრაქტიკოსები, ანუ თეორეტიკოსებიც იყვნენ, ხო, ნოე ჟორდანიაც მათ შორის. განსხვავებული ტიპის სოციალიზმი დანერგეს ქვეყანაში და თითქოს პარადოქსულია, მაგრამ ჩემთვის არ არის პარადოქსული, რომ რასაც მანამდე ილია ქადაგებდა, ასე ვთქვათ, ის ყველაფერი პრაქტიკაში მე გაატარეს სოციალ-დემოკრატებმა. როგორც კი სახელმწიფო შეიქმნა, დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ეს არ არის კლასიკური სოციალიზმი. ანუ უფრო მეტი რაღაც საერთო ნიშნები გვხვდება, მათ შორის აი მემარჯვენე იდეოლოგიებთანაც კი და ამ მხრივად საინტერესო ნაზავი. ხო, ახალი ეპოქა იწყება სრულიად 1918 წლის 26 მაისს და საინტერესო არის ისიც, რომ ქვეყნის მეთაური ამ შემთხვევაში ხდება ნოე რამიშვილი, ალბათ უფრო მეტი მოლოდინი იქნებოდა მაშინდელ დროშიც, რომ ნოე ჟორდანიას ჩაებარებინა სახელმწიფო და ის გამთარიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე, ამ ადგილს თავიდან იკავებს ნოე რამიშვილი. უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად პირველი 1 წლის განმავლობაში არსებობს ტექნიკური მთავრობა. ტექნიკური მთავრობა პასუხისმგებელია და ვალდებულია საზოგადოების წინაშე, რომ ქვეყანა მოამზადოს არჩევნებისთვის. ამ ადამიანებს შეეძლოთ, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ძალაუფლება ჰქონდათ და გაიგრძელებინათ ჩვეულებრივად მართვის პროცესი. მაგრამ მათი პოლიტიკური შეგნება გაცილებით მეც მოითხოვდა და მეც ავალდებულობდა თითოეულ მათგანს და ამიტომ აუცილებელი იყო პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, რაც აირჩევდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ხალხის მიერ არჩეული იქნებოდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოექცეოდა შემდგომში. და სწორედ 1919 წლის არჩევნებისთვის მიდის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და ლოგიკურია, რომ დიდი შრომის გარეშე ვერ მიიღწეოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში პირველად საყოველთაო და სრულად პროპორციული არჩევნები ჩაატარეს სოციალ-დემოკრატებმა და პირველი რესპუბლიკის მმართველმა კლასმა მაშინ. სულ ვამბობ ხოლმე განსაკუთრებით, აი როდესაც ამ თემას ვეხებით სკოლაშიც მათ შორის 100 წლის წინ ჩავატარეთ სრულად პროპორციული არჩევნები და 2019 წელს ჯერ კიდე ამაზე ვჭიდაობდით, რომ მმართველი პარტიისგან მიგვეღო ნაწილობრივ პროპორციული არჩევნები და დაუკვირდა სრულად პროპორციული არჩევნები და საბოლოო ჯამში მივიღეთ შერეული სისტემა ისევ და ისევ მმართველი პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო. კი ბატონო. და 1919 წელს ვატარებთ საყოველთაო სრულად პროპორციულ არჩევნებს, სადაც ასაკობრივი ცენზის შეზღუდვა მოქმედებს, ყველა სრულწლოვან ადამიანს, მიუხედავად სქესისა, ეროვნული წარმომავლობისა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია თუ არა, რელიგიური შეხედულებისა, ყველა სხვა განმასხვავებელი ნიშნისა. ერთადერთი შეზღუდვა, რაც მოქმედებს, ეს არის ასაკობრივი. ყველა სრულწლოვანი ადამიანი არის უკვე მზად იმისთვის, რომ 20 წელი იყო. 20 წელი. მზად იყო იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. ეს საინტერესოა და სხვა შორის ქალების საკითხსაც კვეთს. საინტერესოა იმ მხრივ, რომ ჩვენ მსოფლიოში ამ დროს გვაქვს ქვეყნები, სადაც ქალებს სრული პოლიტიკური უფლება არ გააჩნიათ. ანუ პოლიტიკური უფლება შედგება, კი, ხო, პოლიტიკური უფლება, რომ შედგება ორი ნაწილისგან და არსებობს აქტიური პოლიტიკური უფლება და პასიური პოლიტიკური უფლება, ამ შემთხვევაში მხოლოდ აქტიური პოლიტიკური უფლება აქვთ ქალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობა, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა და თვითონ ვერ მიიღებენ მონაწილეობას მმართველობაში, თვითონ ვერ იქნებიან კანდიდატები. საქართველოში ეს შეზღუდვა არ არსებობს და ამ შეზღუდვას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. მსგავსად აი ცარიზმი რო ახსენეთ ხო, მეფის რუსეთი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბობოქარი პერიოდი, სადაც ადამიანები ფიზიკურად და საკუთარი სიცოცხლის გაწივითაც კი იბრძვიან, ეს არ არის მხოლოდ კალმით და ფურცლით ბრძოლა. აი სწორედ იმ პროცესებში აქტიური მონაწილეები იყვნენ ქალებიც, ანუ ქალებიც არანაკლებ დადიოდნენ შეიარაღებული დეშეკათი და იბრძოდნენ ამ რევოლუციურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული და ლოგიკურია, რომ რისთვისაც იბრძოდნენ, ის მიიღეს. მე ეს არ იყო რაღაც ძღვენი, არ იყო წყალობა, მათ ბრძოლით მიერ მოპოვებული შესაძლებლობა იყო საქართველოში სრული პოლიტიკური უფლება, რომლებიც ქალებს გააჩნდათ. საინტერესოა ისიც, რომ ამ არჩევნების პერიოდში საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გვაქვს აქტივობის თვალსაზრისით. 1919 წლის არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა არის 60%. 60.5.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას რო თვალი გადავალოთ, აი 60%-ს არასდროს რამდენი წელი გავიდა, ხო? 100 წელი გავიდა, რამდენი პროცესი მოხდა, რასაც უფრო მეტად უნდა აემაღლებინა ჩვენი შეგნება მოქალაქეობრივი თუნდაც. ამაზე მაღალი აქტივობა საქართველოში არ დაფიქსირებულა. ეს არჩევნები რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა და არჩევნებს ართულებდა მხოლოდ ერთადერთი გარემოება, რთული პერიოდი იყო კლიმატური თვალსაზრისით, ამიტომ საქართველოს კონკრეტულ ტერიტორიებზე ვერ მოხერხდა მაღალმთიანში არჩევნების ჩატარება და როგორც კი ეს რაღაცა კლიმატური პერიოდი შეიცვალა და სხვა სეზონი დადგა, მეორე ტური ჩატარდა არჩევნებისთვის. ანუ ისე არ ყოფილა, რომ ამ ადამიანებს არ შეძლებოდათ საბოლოო ჯამში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. არსებობდა ასევე გადასატანი ყუთიც, რაც ანუ არ არის მხოლოდ თანამედროვე საქართველოს სერვისი, რომ ადამიანს სახლში მიკითხვით შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამ გადასატანი ყუთის მეშვეობითაც შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებს. ამ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ და მანამდეც არჩევნების მომზადების პროცესის განუყოფელი ნაწილი იყო პრესა. აი მაშინდელი საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობას წარმოადგენდა გაზეთი, ჟურნალი და გაზეთი. ანუ პარტიები თავიანთ კამპანიას აწარმოებდნენ გაზეთების მეშვეობით, ეს ერთი, მაგრამ ყველა პარტიას ხო თავის გაზეთი ჰქონდა, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა. გარდა მაგისა, სახელმწიფო ოფიციოზიც არსებობდა და ამ სახელმწიფო ოფიციოზის მეშვეობით ხდებოდა ყველაფრის გაშუქება გაზეთში. აი მათ შორის დღეს რასაც ჩვენ შემაჯამებელ ოქმს ვეძახით, ხო, არჩევნების დროს უბანზე, როდესაც საბოლოო შედეგი ისახება ოქმში. აი მსგავსი ტიპის ოქმები კი იბეჭდებოდა მაშინდელ პრესაში, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე ყოფილიყო ეს პროცესი მაშინდელი მოქალაქისთვის და საკუთარი რაღაცა კონკრეტული თემის, ქალაქის, რაიონის როლი დაინახა თუნდაც ამ არჩევნების პროცესში. არის შენახული ისტორიული დრაიმე, ანუ დარღვევები და ხო, დარღვევებიც იყო ლოგიკურია, პირველი არჩევნები ჩატარდა, ძირითადად ეს დარღვევები ეხებოდა ბათილ ხმებს და დიდი ჭიდაობა მიდიოდა ხოლმე, რომელი ხმები შეიძლება ჩათვლილიყო ბათილად და რომელი არ ერთ ძალიან საინტერესო ამბავი მახსენდება. ეხლა თელავში იყო ერთ-ერთ სოფელში იუნკერი იყო გარდაცვლილი და გასვენება მიმდინარეობდა და ეს გადასატანი ყუთი მიიტანეს სასაფლაოზე და იქ დემონსტრაციულად სასაფლაოზე მისცეს ამ იუნკრებმა და მოქალაქეებმა ხმა, ვინც იქ იმყოფებოდნენ, რომ აი მათი ხმაც რო არ დაკარგულიყო. ძირითადად დარღვევები შეეხებოდა რა უნდა ჩათვლილიყო ნამდვილად და რა უნდა ჩათვლილიყო ბათილად. იმ მსგავსი რაღაცები დიდი რაოდენობით ყუთში, რაღაცა ბიულეტენების ჩაყარა და მსგავსი რაღაცები არ არსებობდა. ეს პრაქტიკა საბჭოთა კავშირში მოგვიტანა მე და ჩვენი წინაპრები ესეთ რაღაცებს არ დახვეწა ძალიან აქტიურად. არჩევნების შედეგად მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური პარტია, რაც ახალად შექმნილი სახელმწიფოსთვის ძალიან ცოტა ნამდვილად არაა. 15-ვე პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა თანაბარი პირობები იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში და მაშინაც არსებობდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იყო, კეთილსინდისიერი ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იყო არჩევნების ორგანიზებაზე, რომ არჩევნებს დარღვევების გარეშე ჩაევლო, ყველა პარტიას ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის და მოქალაქეებს ასევე შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის შანსი ქონოდათ ამ შემთხვევაში. სხვა შორის ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, როგორც მთავარი ძალის, ანუ სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლების, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდანაც იყო დამოუკიდებელი ეს ძალთა ბალანსი, რომ დაცული ყოფილიყო 100 წლის წინაც კი იფიქრეს ამაზე და საქართველოში რო შევადაროთ ეს 2019 წელს ლუის მიიღწა შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად მოკლედ. მივიღეთ სურათი ის, რომ 6 პოლიტიკური პარტია არის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოდგენილი, სრული უპირატესობა აქვს სოციალ-დემოკრატებს, რაც ჩვენ საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ მაშინ და რუსეთისგან განსხვავებით მათ შორის საქართველოში თავიდანვე უფრო მეტად პოპულარულები იყვნენ სოციალ-დემოკრატები. ვიდრე ამ შემთხვევაში ექსტრემალი, რადიკალი ბოლშევიკები, რომლებიც საერთოდ სხვა გზებს ირჩევდნენ ბრძოლის, უფრო მეტად რადიკალურ გზებს, რევოლუციური გზები ამ შემთხვევაში და ტერორისტულიცაც თავარია. რა თქმა უნდა. და არც საზოგადოებაზე ახდენდა მათი ლიდერები რაღაცა დიდად შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ, ხო? ამას ხო ნოე ჟორდანიას წეს მათ შორის ბევრისთვის სათაყვანებელ იოსებ სტალინს. რა თქმა უნდა, არავის არ დაავიწყდება, რომ ნაცვალადევიდან გამოაგდეს მუშება, მიტინგის შესატარებლად იყო მისული. ეს არის ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, წერილი თუ ანალიზი, რომელიც არ უყვარს ალბათ ზოგიერთს რომ წაიკითხოს, მაგრამ ეგ არის ძალიან კარგი, ცინიკური ტონით, აბსოლუტურად კონკრეტულად აღწერილი რეალობა, რომ რატომ მიაღწია იოსებ სტალინმა, იოსებ ჯუღაშვილმა იქ წარმატებას და აქ რატომ ვერ მიაღწია. ანუ იქ იმიტომ მიაღწია, რომ იქ თეორეტიკოსი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები, რომელიც აი ამ ველზე ჯიბგირულ
კონკურენციას საერთოდ ვერ უგებენ ალღოს და ქვედა დონეზე იმ რუსეთის ბოლშევიკურ საბჭოებშიც უბრალოდ ესეთი გაუნათლებელი ჯიბგირი ხალხი იყო და მათ ენაზე მეტყველება და მათი დაორგანიზება ამ ადამიანს შეეძლო და აი აქ სადაც ადამიანებს თეორიულთან ერთად ძალიან კარგად იცოდნენ რისგან შედგებოდა მისი ჯიბგირული ბუნებაც არ გამოვიდა არც თბილისში ბათუმში ხო საერთოდ სირცხვილეჭა იქიდანაც გამოაგდეს აი არსად არაფერი არ გამოვიდა და რომ ვინმეს გონია რომ ანუ ეს ადამიანი რაღაცა სუპერ ქარიზმით სარგებლობდა და აი აქ რაღაც სასწაულებს მოახდენდა ეს მოახდინა და მოახერხა მხოლოდ არეულ რუსეთში Game of Thrones. ძალაუფლებისთვის ბრძოლა სადაც მიდის ესების გარეშე, ხო? ეს სურათი პანამას. სამეფო კარის თამაშების სერიალში იყო, ეს არ არის წიგნში, მარტო სერიალში არის ეს ეპიზოდი, როცა ამბობენ ქაოსი ეს არის კიბე. მარტო მაგ პირობებში, სხვა პირობებში ვერ არის. საჭირო ადგილზე აღმოჩენა ამ შემთხვევაში. სხვანაირად ვერ. ხო, 1919 წელს წერდა ჯერ კიდე და მათ შორის სტალინი და სხვები მოიაზრებოდნენ ამ ყველაფერში, რომ ორი გზა ჰქონდა საქართველოს. ერთი გზა იყო დემოკრატიული, რომელიც გადიოდა ევროპაზე და ევროპულ კეთილდღეობაზე და მეორე გზა იყო ანტიდემოკრატიული, რუსული და ბარბაროსული. სახელმწიფოს არჩევანი, როგორც ასეთი ქართული სახელმწიფოს არჩევანი, ჯერ კიდე 1919 წლებში ესე მკვეთრად პოლიტიკურად გამჭვირვალე იყო საზოგადოებისთვის, რომ ისინი ირჩევდნენ ევროპას და რატო ირჩევდნენ? ხო, ანუ მათთვის ევროპა იყო მნიშვნელოვანი სამი ძირითადი ფაქტორის გამო, საზოგადოებას რო გადავალოთ თვალი. პირველ რიგში ეს არის წარმატებული ეკონომიკური მოდელი, რასაც ქართველები ხედავენ ევროპაში. მეორე ეს არის ცივილიზაციის საწყისი და მათ შორის ამ ცივილიზაციაში ქრისტიანული ცივილიზაციაც იგულისხმება ცალსახად და ასევე კეთილდღეობა, რასაც ისინი ევროპაში უყურებდნენ, ხო? და ხედავდნენ. აი მათ შორის განათლებაზე რო გადავალთ, მე იქაც ვნახავთ, რომ უამრავი ადამიანი ცდილობს ევროპაში წავიდეს და იქ მიიღოს განათლება. არჩევნების შედეგად გვყავს მრავალპარტიული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ქვია დამფუძნებელი კრება, 130 დეპუტატი შედის დამფუძნებელ კრებაში და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 130 დეპუტატიდან 23 არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ანუ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ეთნიკურ უმცირესობას თავისი ხმის გამტარებელი ყავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა აშკარად ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებს, კომიტეტები და ფრაქციები ისე იყო დაკომპლექტებული, რომ იქ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ ლიდი აღებული. აი მათ შორის თუნდაც განათლების რეფორმას რო შევეხოთ, განათლების რეფორმას ხელმძღვანელობდა სოციალ-ფედერალისტი უზნაძე, რომელიც არ იყო უმრავლესობის წარმომადგენელი, მაგრამ მთლიანად მისი პრეროგატივა იყო განათლების რეფორმაზე საუბარი. იგივე შერეული კომისია იყო კონსტიტუციის ასეთი შექმნის კომისიაში. ისევე სასამართლო რეფორმაზეც. ეს ძალთა ბალანსი დაცული იყო როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებშიც, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, მაგალითად, ასევე სასამართლო რეფორმაში. განსაკუთრებით მძიმე იყო რუსეთის იმპერიის შედეგად გადმობარებული სახელმწიფო ინსტიტუტების თავიდან დაბადება. ანუ მას განახლება მარტო არ უშველიდა და ამ ხრივ ყველაზე ხანგრძლივი პროცესი იყო სასამართლოს რეფორმა, სადაც ყველა პარტია მონაწილეობდა, რომელიც დამფუძნებელ კრებაში შედიოდა და სამ ძირითად შედეგზე გავიდა ეს ხანგრძლივი რეფორმა. პირველი იყო, რომ მომრიგებელი მოსამართლეები უნდა აერჩიათ, ოღონდ არჩევის წესი იყო ძალიან საინტერესო. სრულად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო კონკურსანტის შერჩევის პროცესი. ანუ შეუძლებელი იქნებოდა, რომ აიქ რაღაცა ვიღაცას თავისი გავლენით დაენიშნა მისთვის ასრულებელი კანდიდატი მოსამართლედ. იგივე შეეხება სენატსაც. სენატი იყო უმაღლესი სასამართლო, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა და ეს უმაღლესი სასამართლო სენატის წევრებიც მათ შორის ინიშნებოდნენ უკვე დამფუძნებელი კრება ატარებდა ამ ღია კონკურსს და მოქმედი დეპუტატების მიერ ჩატარებული კონკურსით ხვდებოდნენ ადამიანები სენატში. და მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაფიც საჯულთა სასამართლოდ შეიქმნა ნაფიც საჯულთა ინსტიტუტიც, რომელიც უფრო ადამიანურს ხდის, ასე ვთქვათ, სასამართლო გარემოს მნიშვნელოვანი საქმეების და кейსების განხილვის დროს. რაც შეეხება ქალებს, აქაც შეგვიძლია რომ სამაყო ამბავია, ხო? ეს არის ცალკე საინტერესო. ესე იგი, მოდი დავკონკრეტდეთ. როგორ განაწილდა საარჩევნო შედეგები და შემდეგ აი ეს გმირი ქალები, მე მგონი 6 დეპუტატი იყო. 5 დეპუტატი იყო, 6 ყავდათ წარდგენილი სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ სის პროპორციული არჩევნების შედეგად 5-მა შეძლო მხოლოდ მოხვედრა, უბრალოდ ჩვენ ვაბამთ ხოლმე მე-6-ეს ფარიხანუმ სომფიევას, რაზედაც ვისაუბრებთ აუცილებლად, ხო? დიახ, და ამ ადამიანების დაუცხრომელი ბრძოლა უკვე ამ სისტემის წინააღმდეგ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც აი დიდ ურჩხულებს ებრძოდნენ. ანუ აქ ეს არ არის ისეთი რეჟიმების, რომელთანაც თუ კი შენ
დამარცხდი პოლიტიკურად სახში წახვალ. ეს არის რეჟიმების, რომელშიც ხმის ამოღება სიცოცხლით დაგიждდება და არ ეშინოთ ამ ადამიანებმა წავიდნენ ბოლომდე. მას შემდეგაც როცა მოხდა საქართველოს ოკუპაციაც. მათ შორის აი ყველაზე გამორჩეული ამ მხრივ ვინ იყო, ვინ ებრძოდა ბოლშევიკებს ყველაზე მეტად ბოლშევიკების რისხვან ოირამიშვილი ხო, რომელიც ჯერ თავმჯდომარეა დამფუძნებელი კრების, მერე ის გადადის შინაგან საქმეთა მინისტრად. მთელი მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი ეს არის ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლიდან ამაზე ნაკლებად საუბრობენ ხოლმე და არ ვიცი რატო. 1918 წლიდან 21 წლის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე არ დარჩენილა არც ერთი რეგიონი, სადაც ბოლშევიკებს აჯანყება არ მოუწყვეთ, ან ცდილობა არ ქონიათ აჯანყების. რამხელა ენერგიასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, ჩვენ ძირითადად საუბრობთ დუშეთის აჯანყებაზე, ერთ-ერთი ესეთი ყველაზე პოპულარული რაც არის და ცხინვალში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ანალოგიური პროცესები უფრო ნაკლები მასშტაბით მიმდინარეობდა საქართველოს ყველა რეგიონში. და თუ ვინმე იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა და სუვერენიტეტი შეენარჩუნებინათ, ის იყო პირველ რიგში ნოე რამიშვილი და ესე არქივში პირდაპირ არის წერილები საველე სასამართლოებიდან რო იწერება, რომ აი სამი ბოლშევიკი ჩამიწერეთ ნოე რამიშვილის სახელზე და ემიგრაციაში წასვლის შემდეგაც კი საფრანგეთშიც ვერ მოხდა მისი სიცოცხლის დაცვა და საკმაოდ ისე თქვათ ტრაგიკულად იქნა დაღუპული საკმაოდ ესე თქვა ადრე ასაკში. ხო, გვაქვს დამფუძნებელი კრება, სადაც უმრავლესობა 103 დეპუტატი ყავთ სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხედავთ, რომ ყველგან ცდილობენ, რომ ბალანსი დაიცვან, დანარჩენ პარტიებს, დანარჩენ 6 პარტიებს ამ შემთხვევაში ერთნიშნა ციფრით გამოიხატება მათი დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ როგორც გითხარით, კომისიებში, ფრაქციებში და სხვა ინსტიტუციებში უფრო ბრალად არიან წარმოდგენილი. აი, ქალებზედაც რო ვისაუბროთ, საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტიის და არა მარტო სოციალ-დემოკრატების სიაში იყვნენ ქალები წარმოდგენილები და სოციალ-დემოკრატების სიაში იყო წარმოდგენილი 6 ქალი, ამ 6-დან პროპორციული არჩევნების შედეგად, ფორმული შედეგად მხოლოდ 5 შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში და საინტერესოა ის, რომ აი ამ დროს 1919 წელს მაგალითად ამერიკაში ჯერ კიდე ქალებს არ აქვს სრული პოლიტიკური უფლება მიღებული. აქტიური პოლიტიკური უფლებისთვის მიმდინარეობს ჯერ კიდე იქ ბრძოლა და ქართველი ქალები სრულ პოლიტიკურ უფლებას იღებენ ნორვეგიელი, შვედი, ჰოლანდიელი, ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მოქალაქე ქალების პარალელურად. ისინი აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, სხვა შორის თითქმის ყველა მათგანის ბედი საკმაოდ ტრაგიკული იყო. მას შემდეგ რაც საქართველოს ოკუპაცია მოხდა და ამაზეც რაღაცა ბოლო ხანს დაიწყეს ხოლმე და ხოლმე საუბარი. საინტერესო პრეცედენტი ფიქსირდება კიდევ იმითაც, რომ ზოგადად მსოფლიოს ისტორიაში პირველი არჩევნების გზით არჩეული მუსლიმი ქალი ყავს მაზრის დეპუტატი, თბილისის მაზრის დეპუტატი. ეს არის ფარიხანუმ სოფიევა, რომელიც ასე ვთქვათ, არა მარტო საქართველოს, არამედ ისლამური სამყაროს ისტორიასაც აბრუნებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მსგავსი პრეცედენტი მანამდე და მას შემდეგაც მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ქალების საკითხი და ქალების ბრძოლა ემანციპაციისთვის ისლამურ სამყაროში. აი ამის პარალელურად ჩვენ ყავს ასევე 1919 წელს პირველი არჩევნების გზით არჩეული მუსლიმი ქალი. სხვა ქალების აი პოლიტიკური შენატანი როგორია? კერძოდ შეიძლება ეს ბიოგრაფიული რაღაცა ეპიზოდები რო თქვა თვითონ აი ამ ქალების. ხო, აი მათ შორის ქრისტინე შააშიძე ვახსენეთ, ხო, ჩვენ პროფესორით ერთ-ერთი დეპუტატი ქალი, რომელიც რევოლუციონერი იყო მანამდე არსებულ პერიოდში, მას ყავდა, რომელიც ცნობილი რედაქტორი იყო, თაგუნას ფსევდონიმით და გამოდიოდა და მოღვაწეობდა. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ მეფის რუსეთის დროსაც და აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ასე ვთქვათ. უნდა ვახსენოთ ასევე მინადორა ტოროშელიძე, რომელიც საკმაოდ ტრაგიკული ფიგურაა, თავისი ხვედრით და ბედით, სრულიად, აი, რაც მოიტანა საბჭოთა კავშირმა რეალურად, მარტო ამ ქალის ცხოვრების მაგალითზე შეგვიძლია თქვათ და განვიხილოთ, ხო? ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის და მოხვდა კიდეც წარმართველი იყო ამ პროცესის საქართველოს დამოუკიდებლობის, ამის პარალელურად მისი ოჯახი, ასე ვთქვათ, ქმარი, რომელიც არის ბოლშევიკი, კომუნისტი, მიუხედავად იმისა, რომ მასაც მერე ასე ვთქვათ, უწორდება რეჟიმი, ხო? მასაც უწორდება რეჟიმი, ეს საკმაოდ რთულ ვითარებაში ახერხებდნენ ეს ქალები საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადაღებას. განსაკუთრებით ამ ქალების როლი დიდი იყო განათლების რეფორმის პროცესში, მათ შორის უფრო მეტად განათლების ქრისტინე მაგალითად განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა და აქტიურად იყო ჩართული.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ერთიარო პოლიტიკურ კლასს ჰქონდა განათლება, მაგრამ განათლება რო ჰქონდა, მათ შესაბამისად განსხვავებულად ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლებული საზოგადოების და ერის არსებობა. აქაც ძალიან ტრაგიკულ გამოცდილებას ვიღებთ რუსეთის იმპერიისგან და ვხედავთ, რომ რუსეთის იმპერიაში არ არის პრიორიტეტი, რომ ყველა მოქალაქე განათლებული იყოს. მათთვის განათლება არის კონკრეტული კლასის და ფენის პრეროგატივა და პრივილეგია, უბრალოდ ვისაც აქვს ფული, მას შეუძლია მიებაროს რაღაც კონკრეტულ ან სემინარიას, ან ჯგუფს, ან ადამიანს და მიიღოს განათლება. აი, პირველ რიგში ეს შეცვალეს სოციალ-დემოკრატებმა და პირველი რესპუბლიკის მმართველმა კლასმა და პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლება გახდა სახელმწიფოს ზრუნვის ობიექტი. აი, ჩვენ მსგავსი რამ ვნახეთ, რომ პრუსიის კონსტიტუციაში ფიქსირდება 1858 წელს და მანამდე მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოსაც არ ახსოვს. მით უმეტეს შუა საუკუნეებმა ამას ხელი შეუწყო. და ამის შემდეგ უკვე საქართველოში საინტერესოა, რომ 1918 წლიდან სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ იზრუნოს ყავდეს განათლებული მოქალაქეები. და რას აკეთებს ამისთვის? ეს არ არის მხოლოდ ჩანაწერი ფურცელზე. დაწყებითი განათლება ხდება სავალდებულო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, არასრულ წონებისთვის და ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არის უფასო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ქვეყანა აბსოლუტურად ეკონომიკურ კრიზისშია გახვეული. ეს კრიზისი შეეხება მათ შორის განათლების სფეროსაც. ამიტომ სახელმწიფო იწყებს ზრუნვას შექმნას უფასო განათლება. ერთია, რომ არც სკოლები არ არის იმ რაოდენობით, რაც უფასო საყოველთაო განათლება სჭირდება და არც მასწავლებლები არ ყავთ. ამიტომ პირველი რასაც აკეთებენ, ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს და აქ უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ აღემატებოდა რაოდენობა სკოლების დასავლეთ საქართველოში უფრო მეტი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. რაღაცა იქ საინტერესო ტენდენცია შეინიშნებოდა და გარდა ამისა, მათ დაიწყეს მასწავლებლის მოსამზადებელი კურსების შექმნა. ეს მასწავლებლის მოსამზადებელი კურსები გულისხმობდა იმას, რომ სანამ კადრი შევა სკოლაში, მან უნდა მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნაც და მხოლოდ ამის შემდეგ არის მზად. ამ მოდელმა იმუშავა და იმუშავა იმ მხრივაც, რომ სწორედ პირველ რესპუბლიკასთან არის დაკავშირებული პირველი უნივერსიტეტის შექმნაც, ანუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაც იქნება ქვეყანაში, რაც ცხადია, სავალდებულო ვერ იქნებოდა თავის ხასიათიდან გამომდინარე და გარდა ამ უნივერსიტეტისა ქვეყანაში არსებობს სახალხო უნივერსიტეტები, მოძრავი უნივერსიტეტები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჩადის და ლექციებს კითხულობს დაინტერესებული პირებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ სწავლა გააგრძელონ უცხოეთში და განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა ჰქონდათ, რომ ბიზნესთან მიდიოდა მოლაპარაკებები, ეს ტრადიცია მანამდეც არსებობდა და დიდი ბიზნესმენები აფინანსებდნენ წარმატებულ რაღაცა გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდებს და დიდი რაოდენობა წავიდა სხვათა შორის საქართველოსდან, რომლებმაც შეძლეს მერე ევროპული განათლების მიღება და ამას ადგილობრივი ბიზნესი აქტიურად უწყობდა ხელს. ამ ხრივაც საკმაოდ საინტერესო სურათი გვაქვს. საინტერესო სურათი გვაქვს იმ ხრივაც, რომ პრესა ამ დროს არის სრულად თავისუფალი. ცენზურა არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მანამდე დამოუკიდებლობის აქტით და ამერე კონსტიტუციით იგზავნება ცენზურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრესის ყველა საშუალება არის თავისუფალი და ის მანამდე მანკიერი პრაქტიკა, რაც არსებობს, რომ მეფის რუსეთი ესე მკვეთრად აკონტროლებდა ყველაფერს, ყველა ნაწარმოებს, გავსი რომ არ გვაქვს. განათლების კუთხით ერთი საინტერესო ფაქტია, რაზედაც არ უსვამენ ხოლმე ხაზს. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები პირველად სასკოლო პროგრამაში შეიტანეს სოციალ-დემოკრატებმა. ანუ თუ ის ყველაფერი მართალია, რასაც ნოე ჟორდანიას და სოციალ-დემოკრატებს ვაბრალებ, ანუ რანაირად შეიძლება, რომ მმართველ კლასს თავისივე ინიციატივით საპროგრამო ნაწარმოებებად გაიხადა ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება. ესეც მე არასწორად ილინკება საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომ თითქოს ილია ჭავჭავაძის რეაბილიტაცია სტალინის ნებით ხდება. ანუ არ არის ასე, ანუ სარეაბილიტაციო ილია ჭავჭავაძის პირველი რესპუბლიკის დროს არაფერი არ თვლის, ხო? ანუ საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდებოდა მაშინ განსაკუთრებით იმას, რომ რაღაც კონკრეტული ნაწარმოები შესულიყო სასწავლო პროგრამაში და კონკრეტული წერალი ყოფილიყო მოსწავლეებისთვის რაღაცა შესასწავლი და ეს ყველაფერი პირველ რიგში სოციალ-დემოკრატებმა გააკეთეს საქართველოში. საბჭოთა ასე ვთქვათ, აზროვნებისთვის უფრო მარტივი გამოსავალია იმ კოგნიტური დისონანსიდან, ვის დაბრალდეს ილია ჭავჭავაძის კვლევა. ნუ ცხადია, საერთოდ არ გვაქვს კონკრეტული ცნობა, ვის შეიძლება დაბრალდეს. კი ვიცით, ახლა კონკრეტული შემსრულებლები, მაგრამ არც არის ნაკლები, ესეც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან უცნაური ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ნაშრომიც კი არ გვაქვს ილია ჭავჭავაძის, რომელიც ისტორიკოსის მიერ იქნება დაწერილი. კი ბატონო. ანუ ამავე დროს მე მქონდა ძალიან კარგი პოდკასტი ილია ჭავჭავაძის თემაზე, მაყურებლებმა შეიძლება დაინტერესდნენ და იხილონ.
და იქ ძალიან საინტერესო ერთი მომენტიც კი ვითქვა ნათქვამი, რომ ის ისეთი გზა იყო, რომ ძალიან ხშირი იყო იქ ჩვეულებრივი ყაჩაღური თავდასხმები და ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარა, ესეც კი შეიძლება. ასეც არ არის გამოსარწმუნო, მაგრამ საკლევია ნამდვილად. ხო, ეხლა ყველაზე მთავარი რისი თქმას მინდოდა. ეს არის ერთგვარი გამოსავალი კოგნიტური დისონანსიდან, მაგრამ ხე ნაყოფით იცნობა. აი, როცა სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩვენ ვხედავთ არა რეპრესიულ რეჟიმს, არამედ დემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია ტერორისტულ აქტთან და ტერორისტულ ან მკვლელობის დაკიდვასთან, მაშინ როცა პოლიტიკურ ოპონენტებს აი ესეთი რაღაცა ფიზიკური განადგურებით არ უსწორდებიან და ვხედავთ მეორე ხის ნაყოფს, რომელმაც მილიონები შეიწირა. ახლა თუ კი მათ უნდათ რომ ესე გადაბრალდეს იმას რომ თავიანთი აი მენტალური რაღაცა სამყარო რაღაცნაირად დაიცვან და განტევების ვაც იპოვონ ნოე ჟორდანიაში, მაგრამ მე მგონი აქ ელემენტარული დედუქცია შესაძლოა. ეხლა მოდი ვისაუბროთ კონსტიტუციაზე. ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც ისმის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რატომ დაჭირდა 3 წელი კონსტიტუციის მომზადებას, მაშინ როცა კონსტიტუციის კომისიის შექმნა ეს კიდე მე მგონი 17 წლიდან დაიწყო ხო მაგაზე მსჯელობა და ძალიან ბევრი ხარვეზებით მიმდინარეობდა მასზე მუშაობა, ჯერ ვინც იყო დანიშნული, მე ზოგიერთი საზღვარგარეთ წავიდა, მე ჩანაცვლება. ანუ თან ყოველთვის ეს მრავალპარტიული, ასე ვთქვათ, შერჩევა ფორმატი, რაც შეიძლება მონაწილეობითი ყოფილიყო. ამ პროცესში იგრძნობა თან თავისთავად ის ჩვენი, ასე ვთქვათ, ანალიტიკური მეამიტობას, რომ არც კი განიხილავდა ჩვენი ინტელექტუალები, რომ რუსეთმა შეიძლება უბრალოდ ოკუპაცია მოახდინოს. ანუ იმიტომ არ ჩქარობენ ამას და ისეთ, ასე ვთქვათ, რეჟიმში არის აი ეს კონსტიტუციის მომზადება, როგორც ჩერთავების განხილვა, შემდეგ ცალკე მუხლების განხილვა და ამაზე სულ ნელა მუშაობა და უცებ ბოლოს სასწრაფოდ მისაღებია. ანუ რაღაცა ღირსეული სასვენი ნიშანია მაინც დასასმელი. სასამართლო რეფორმაც გავს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესს თავის ხანგრძლივი ბუნებიდან გამომდინარე. ერთი მრავალპარტიული ფორმატის დაცვა ყოველთვის მარტივი არ იყო. ეს ერთი და მეორე, ანუ არ ქონდა ჩვენ გამოცდილება, ანუ პრაქტიკული გამოცდილება არ არსებობდა ქვეყნის უმაღლესი ძირითადი კანონის შექმნის და მასში მონაწილეობის მიღების, ანუ სახელმწიფო არ ქონია და სახელმწიფოებრიობა არ ქონია. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული რესპუბლიკა საერთოდ სახელმწიფო მოწყობის ფორმა პირველად გამოვაცხადეთ და ესე მარტივად არ მოხდება არჩევნების ორგანიზების მსგავსი პროცესი ვერ იქნებოდა ეს ფიზიკურად. ჯერ ერთი არჩევნებს კიდე სხვა საჭიროება ქონდა, ლეგიტიმაციის გამო იყო ჩასატარებელი სწრაფად დროის მოკლე მონაკვეთში და კონსტიტუციის ის ყველაფერი რაც აისახა კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, მანამდე რადგან დაცული იყო დამოუკიდებლობის აქტით, დროის გახანგრძლივების საშუალება შეიძლებოდა ამით. ამით შეიძლება აუხსნათ საკმაოდ მძიმე და შრომატევადი პროცესი იყო და ის ხო არ ხდება რომ რაღაც კონკრეტულ შენ ერთი ქვეყანა ხარ და შენი სურვილის მიხედვით წერ ამ კანონებს, ეს მარტივი პროცესი ხო არ არის. თუ პირველ რიგში რამეს იზიარებდნენ ისინი, ევროპული ქვეყნების გამოცდილება იყო და სანამ რაღაცას შექმნი, მანამდე ხო მოკვლევა უნდა ჩაატარო, მინიმუმ იქ რა ხდება, რა კანონები მოქმედებს, რა ტიპის კონსტიტუციები მოქმედებს ევროპის ამ ქვეყნებში და ამის შემდეგ დაიწყო აქ საქართველოს წერა. ანუ ცალსახაა რომ საქართველოს მაშინდელი კონსტიტუცია განიცდის ევროპული სახელმწიფოების გავლენას. ყველაფერს დავანებოთ, შეიძლება ადამიანი არ იყოს ესე კომპეტენტური ამ საკითხში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, საბჭოთა კავშირის შემდეგაც, რომ ჩვენი მაშინდელი კონსტიტუციის მთავარი საყრდენი ისევ 1921 წლის კონსტიტუცია იყო 100 წლის შემდეგ. ესეც ხო მიანიშნებს იმაზე, რამხელა შრომა იქნა გაწეული და მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რამდენად პროგრესული დოკუმენტი შექმნეს. აი, ამით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი ტექნიკურ პრობლემებთან ერთად, რატო დასჭირდა კონსტიტუციაზე მუშაობას ამდენი პერიოდი. ამას ემატება ისიც, რომ მაშინდელი კონსტიტუცია ძალიან საამაყოა დღეს ჩვენთვის, ანუ თანამედროვე ქართველი ხალხისთვის და მნიშვნელოვანია იმით, რომ იცავს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს. აი, სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ იმ პროცესებზე, რაზედაც ვისაუბრეთ. პირველი რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული სახელმწიფო ვიყავით 1918-21 წლებში, ეს ყველაფერი შეგვიძლია ვთქვათ კონსტიტუციაზე დაყრდნობით. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც კონსტიტუციაში აისახა, ეს იყო სიკვდილით დასჯის გაუქმება.
თუ გადავავლებთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდს თვალს, იქაც ვნახავთ, რომ სიკვდილის დასჯა ჯერ კიდე გამოიყენებოდა, ხო? როგორც უმაღლესი სასჯელი. ევროპის საბჭოსთან მოლაპარაკებების დროს მოგთხოვეს, რომ ეს მაშინ, როდესაც 1918-21 წლებში საკუთარი ნებით მიიღეს, საუკუნის წინ საკუთარი ნებით მიიღეს ეს გადაწყვეტილება მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა მაშინ. აიგზალა სიკვდილის დასჯა და მხოლოდ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იყო სიკვდილის დასჯის პრეცედენტები მხოლოდ ცაველი სასამართლოს პირობებში. ანუ ერთადერთი ვის წინააღმდეგაც გამოიყენებოდა სიცოცხლის დასჯა როგორც უმაღლესი სასჯელი, ეს იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას თავისი ქმედებებით უქმნიდნენ საფრთხეს და ეს ყველაფერი დასტურდებოდა ცხადია მტკიცებულებების გარეშე, მსგავსი რაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ ხერხდებოდა. გარდა მაგისა, რაც დამოუკიდებლობის აქტში იყო, ყველა ადამიანის აბსოლუტურად ყველა მოქალაქის თანასწორობა ასახული იყო კონსტიტუციაში, მათ შორის ქალების და მნიშვნელოვანია ის, რომ შრომით უფლებებს ეთმობოდა განსაკუთრებით დიდი ყურადღება. დღეს მაგალითად ჩვენ ხო შრომის კოდექსი ცალკე გვაქვს, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი კონსტიტუციაში იყო ასახული. მაგალითად, შრომის უფლებებს რო შევეხოთ, რამდენად დაფასებული იყო ადამიანის შრომა. 16 წლამდე ნებისმიერ მოზარდს ეკრძალებოდა მუშაობა. და ამაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია ან სტრუქტურა, რომელიც რომელიმე შესაძლებლობას მისცემდა, რომ ემუშაო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 48 საათზე მეტი არ შეიძლებოდა მოქალაქე ყოფილიყო სამსახურში. რა ტიპის სამუშაოს ასრულებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. იღლებოდა თუ არ იღლებოდა კვირაში. კვირაში, ხო, ეს დავა კონკრეტულად. კვირაში დღეს როცა 40 საათია, ხო? მაშინ 48 საათი იყო 100 წლის წინ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსაკუთრებით იცავდნენ ქალების უფლებებს, რომლებიც გადიოდნენ დეკრეტში. ეს ძალიან საინტერესოა. კონსტიტუციაში იყო თან ანუ არათუ სხვა კანონით და აქტით რეგულირდებოდა ეს ყველაფერი. კონსტიტუციაში იყო ჩანაწერი, რომ მაგალითად ფეხმძიმე ქალების მუშაობა ისეთ ქარხნებში არ შეიძლებოდა, სადაც სხვადასხვა ნივთიერებები გამოიყენებოდა, ან პროცესი დააზიანებდა ან დედას, ან ნაყოფს. პირდაპირ ჩანაწერს ხედავთ. თუ მსგავსი ტიპის დარღვევა დაფიქსირდება, კომპანიის დირექტორის მმართველის წინააღმდეგ იწყება სისხლის სამართლის აქტი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ანაზღაურებადი დეკრეტი აქვს ქალს მშობიარობის შემდეგ პერიოდში და კომპანია პასუხისმგებელია იმაზე, რომ აუცილებლად შეუნახოს ადგილი დასაქმებულს. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ პერიოდში ხელფასიანი შვებულება ეკუთვნის ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ ძალიან დეტალურად იყო გაწერილი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანის უფლება და არა მარტო უფლება. ანუ სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებდა, რომ ყველა ადამიანი შეუქმნიდა თანაბარ პირობებს წარმატებისთვის, განვითარებისთვის და სხვადასხვა რაღაცა საქმიანობის წარსამართად. კონსტიტუციაშიც ჩაწერილი იყო, რომ სასამართლო იყო დამოუკიდებელი ორგანო და არ შეიძლებოდა რომელიმე პარტიას ან ხელისუფლებას ან მთავრობას გავლენა მოეხდინა ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ანუ ის ყველაფერი რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით და რაც ჩვენ დღეს გვინდა რომ ისევ მივახციოთ და უკვე შეიძლება ითქვას რომ კანონებშიც აღარ არის ეს ყველაფერი ფორმალურად დღეს ჩაწერილი, ხო? ამ უბედურების წინაშეც ვდგევართ. მაშინ ეს ყველაფერი დაცული იყო არა მარტო ჩანაწერებით, არამედ კანონში იყო ეს ყველაფერი ასახული, რომელსაც იცავდნენ. დიახ, ანუ 1958 წელს როცა მიიღეს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც ცნობს სამი ტიპის სამოქალაქო უფლებას, ადამიანის უფლებები, მოქალაქეობრივი უფლებები, პოლიტიკური უფლებები და სოციალური უფლებები, ჩვენს კონსტიტუციაში სამივე კატეგორიაზე არის თავი კონსტიტუციის. ანუ თავი ეს თუ ძალიან ბევრს არ ნიშნავს, აბა რა უნდა ნიშნავდეს მაშინ ბევრს. ანუ ეს არის პოლიტიკური აზროვნების ძალიან თანამედროვე, ძალიან მოწინავე დონე, ხო? მე მგონი ასე. და ერთი საკითხია კიდევ, ეროვნული იდენტობაც შექმნეს სოციალ-დემოკრატებმა ამ სხვადასხვა ნაბიჯით და სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებით. ჩვენ თქვით, რომ ცარიზმის პერიოდში რუსიფიკაცია დაიწყო საზოგადოების, ქართული ენა გაქრა სახელმწიფო სერვისებიდან, ფაქტობრივად ეკლესიიდან და ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ამ მანკიერი გამოცდილების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწიათ სოციალ-დემოკრატებს და რა გააკეთეს ამისთვის, ხო? ისევ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ქართული ენა არის სახელმწიფო ენა და ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ იყო კონკრეტული სივრცეები, სადაც ქართულ ენაზე წერა და საუბარი იყო სავალდებულო.
მათ შორის ჯარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჯარი და გვარდია და სხვადასხვა ტიპის სანქცია გამოიყენებოდა მსგავსი ტიპის დარღვევების აღმოჩენის დროს. შეიძლება ადამიანი თანამდებობიდანაც გაეთავისუფლებინათ, ან ფულადი ჯარიმა დაიკისრებინათ. გაჩნდა საერთოდ ქართველის ცნება და როგორია ის ქართველი, რომ შევხედოთ, აი ძალიან ხშირად ვახსენებთ, ხო, მაგალითად, მაშინდელი ქართველი არის მარო მაყაშვილის მსგავსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიცოცხლე გაწიროს და დათმოს და მაშინდელი ქართველი არის შედარებით ნაკლებად ცნობილი სამწუხაროდ საზოგადოებისთვის შალვა ერისთავი, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი, რომელიც რუსეთ-თებერვლის ომში წასული არის როგორც კადეტი, იბრძვის და საკუთარ სიცოცხლეს ყველაზე მნიშვნელოვანს წირავს თავის ქვეყნის დამოუკიდებლობის. პირდაპირ მნიშვნელობით გადაეფარება მოძრავ, მოქმედ ტყვიამ რქვევს იმისთვის, რომ მისი რაზმის წევრებმა ეს ტექნიკურად მნიშვნელოვანი სიმაგრე ხელში ჩაიგდონ. აი, როდესაც გაჩნდა ქართველის ცნება, ლოგიკურია, რომ ადამიანებიც გაჩნდნენ, რომლებსაც მოუნდებოდათ თავის გაწირვა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. და ეს გმირობა არ იყო მხოლოდ რაღაცა ჰეროიკული და სამწუხარო, რომ დღეს უფრო და უფრო მეც უნდა ვსაუბრობდეთ ამ ადამიანების შესახებ და უფრო მეტი უნდა იყოს თუნდაც მათ შორის წიგნებში დაწერილი ამ ადამიანების შესახებ. სახელმწიფო ენა გვაქვს საერთო ისტორია და წარსული ისედაც ჰქონდა, რომელიც ასევე აქტიურად ისწავლება სასკოლო პროგრამაში და რაც თავარი ადამიანებს აქვთ რწმენის თავისუფლება. ამ კუთხით არავინ არ იზღუდება და სოციალ-დემოკრატებს ერთ-ერთი თავარი რაც უნდათ ეს იყო სეკულარული სახელმწიფო შექმნა, სადაც იარსებებს დამოუკიდებელი ინსტიტუციები რელიგიური თვალსაზრისით, რომელიც არ ჩაერევა, ცდურება ძალიან დიდია, იმიტომ რომ მაშინდელი ქართული საეკლესიო კლასი ჯერ კიდევ ვერ გამოდის შუა საუკუნეობრივი მიდგომიდან, პროვინციალიზმიდან, მათ შორის და იმ რაღაცა ისტორიული როლის გამო მათაც უნდათ სახელმწიფოს მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება, დიდი ცდუნება აქვს საკმაოდ. აი ამ ყველაფრის შესაჩერებლად კონსტიტუციაშიც ისახება, რომ საქართველო ამ შემთხვევაში არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია სახელმწიფო და ეკლესია. სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, არც ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში. და გვაქვს სურათი, რომ ეს გამიჯვნა ხდება მათ შორის სკოლებშიც. თუ მანამდე სავალდებულო საგანი იყო და სავალდებულო საგნად იყო წარმოდგენილი საღვთოს ჯული, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კონფესიის წარმომადგენელი იყო, ხო? ეხლა უკვე არჩევით საგნად გვხდება ფაქტობრივად საღვთოს ჯული და სახელმწიფო სთავაზობს ასეთ რამეს მშობელს. თუ თქვენ როგორც მშობელს გაქვთ სურვილი, რომ თქვენმა შვილმა საღვთო ჯული შეისწავლოს, სასკოლო სივრცეს ჩვენ დაგითმობთ, უბრალოდ თქვენი ხარჯებით უნდა უზრუნველყოთ მაგალითად მასწავლებლის მოყვანა. დანარჩენ შემთხვევაში ყველა კონფესიის შესახებ თანაბარ ცოდნას იღებს მოსწავლე და არც ერთი რელიგია არ არის სახელმწიფოში რაღაცა უპირატეს ადგილზე და მით უმეტეს პირველ რიგში რაც იგზალება, ეს არის ეკლესიების და კონფესიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გძალავს მოქალაქეს, არ გძალავს და არ ზღუდავს იმაში, რომ მოქალაქემ თვითონ გააკეთოს არჩევანი, ვის რა ფინანსურ, ასე ვთქვათ, შემოწირულობას რომელ კონფესიას გაუკეთებდა. რა მოხდა და რა დაგვიმართა? აი მე ძალიან მიყვეს რაღაცეები, იმიტომ რომ წესი და რიგით სოციალიზაციასთან ერთად მატულობს გამოცდილება. ცხადია, ყველაფერს ვაბრალებთ აი ამ რაღაცა საკრალურ 70 წელს, რომელიც ვერ შევისწავლეთ ბოლომდე, ეგ არის ტრაგედია. მაგრამ ეს 70 წელია მარტო ყველაფრის პასუხი, ანუ ჩვენ აქ ვხედავთ 6 უმაღლესი კლასის, უმაღლესი დონის პოლიტიკოსს, რომლებიც კონფორმიზმის და ოპორტუნიზმის გამო არ არიან იქ. არიან სირთულეების გამო, დაბრკოლებების გამო და თან ეს ადამიანები პირდაპირ შემდეგ შეეჯახნენ აი ამ რუსეთის რეპრესიულ სისტემას, რომელმაც ყველა იმსხვერპლა, ანუ ყველა ცხოვრება დასრულა ტრაგიკულად. ანუ ეს არის პოლიტიკური კლასის ყველაზე მაღალი დონე, რაც შეიძლება მოთხოვო ახალ გაჩენილ ქვეყანას. რატომ არ გვყავს ჩვენ ესეთი ქალი პოლიტიკოსები დღეს? აი შენ გოგონა იმედი მაქვს რომ შენ იქნები პოლიტიკური კლასის წარმომადგენელი ან შენნაირი ადამიანებისგან გამოცხობა ქალი პოლიტიკური კლასის წარმომადგენელი და ჩვენ გვყავს დღეს არ ვიცი. ეს ჩემი აზრით ალბათ აქ რაღაც სიღრმეების შესვლა
უჭირდება საბჭოთა გამოცდილება, სადაც და განსაკუთრებით გვიანდელი პერიოდი, სადაც პოლიტიკა საზოგადოებისთვის არ აღიქმება სასურველ და სუფთა საქმედ. და ამ გამოცდილებისგან სრულად დაცლილი, პირველი რესპუბლიკის საზოგადოება პოლიტიკას ხედავდა როგორც მექანიზმს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მართვაში ჩართვის, მონაწილეობაში ჩართვის. და ავტორიტარიზმში და უკვე ლამის გაფორმებულ დიქტატურაში რთულია თქვა, რომ პოლიტიკა არის სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის ჩართვის მექანიზმი. ხო არა გვაქვს ეს კონფორმიზმი. აქ ხო გვაქვს იდეალიზმი. აქ ხო გვაქვს იდეა და იდეალიზმი, ხო რაც აქ ხო გვაქვს აი სად არის ეს იდეალიზმი? ძალიან უცნაური რამ არის, რომ აი ეს პოლიტიკური აზროვნების დეგრადაცია გვაქვს 30 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში, როცა არ გვიშლის ხელს აი ამ არაფერი, ობიექტურად არაფერი არ გვიშლის ხელს, რომ ეს იდეალიზმი გავითარდეს და იმ პოლიტიკურ ქარცეცხლში პირველი მსოფლიო ომის მოვლენების შემდეგ პოსტ რაღაცა რეალობაში, რომელიც გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გარემო იყო საზოგადოებისთვის. რა მათთვის თუ კი ჩვენ 70 წელს ვამბობთ, როგორც ჩვენი დეგრადაციის არგუმენტს, მათ აქვთ 1800 პირველი წლიდან 1918 წლამდე რუსული ცარიზმი, რომელშიც ის კეთილდღეობაც არ იყო ზოგიერთს რო ენატრება ვითომ გადავფრინდებოდი და გადმოფრინდებოდი. ის კი არ, იქ კიდევ უფრო უარესი დეგრადაცია იყო. და ამაში გამოცხვა ეს ადამიანები. ამაში გამოცხვა ეს სოციალ-დემოკრატები, რომლებიც აზროვნებენ ევროპულად. აქ რატომ არ არის? აი ძალიან უცნაური. აი შენ რა პარალელს არ რა უნდა ვისწავლო ჩვენ 1918 წლიდან 18-21 წლის საქართველოდან დღეს. პირველ რიგში რაც ამ ხალხს ჰქონდა იდეის გარშემო იყო ყველა აბსოლუტურად გაერთიანებული და იდეასთან ერთად საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ ამ ადამიანებს. არანაკლებ რთულ პერიოდში ცხოვრობდნენ და არანაკლებ რთულ პერიოდში მოუწიათ იდეისთვის ბრძოლა, მაგრამ იდეისთვის თავის გაწირვა შეეძლოთ. შემდგომშიც კი, აი 1921 წელს მაგალითად ძალიან ბევრ პოლიტიკოს, მათ შორის შეეძლო ძალიან მშვიდად გარანტიებით, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკება და ფიზიკური სიოსლის შენარჩუნება ციხეში არ ყოფნა, რაც საბჭოთა კავშირში იდეალური ცხოვრება იყო ფაქტობრივად. აი ამ კომპრომისებზე არ წასვლა შეეძლოთ ამ ადამიანებს, პრინციპულები იყვნენ, სამართლიანები იყვნენ და რაც თავარია, კანონის უზენაესობას აღიარებდნენ. აი ეს ყველაფერი ერთად სისტემურად ქმნიდა იმ ხედვას, რაც მათ ჰქონდათ. ხო, მაგრამ აი საბჭოეთი ისეთი მაინც მზაკვე, მაზნიაშვილის შემთხვევა ხო არის, არა ესეთი აი თითქოს და გამოიძებნა რაღაცა საშუალება, რომ პოლიტიკურ კარიერას ჩამოშორებულიყო, მაგრამ რა გაუკეთეს? შვილიც მოუკლეს, მე თვითონაც დახვრიტეს. ეს იყო ყველაზე მზაკვარი. ეს არის ყველაზე მზაკვარი, მონსტრი, რომელსაც ვერ დაელაპარაკები, გველი, რომელსაც ვერ მოელაპარაკები, ხო? ამიტომ რომ თავისი არსით უტვინო. ხო, თავისი არსით უტვინო. თავისი არსით უტვინო, მაგრამ ეს ილუზია შეიძლება ხო ქონოდათ. ხო შეიძლება ეს ქონოდათ. ეს ილუზია არ ქონდათ ამ ადამიანებს და ამაზე წავიდნენ ისინი ბოლოს. აი თავარი ის არგუმენტი ალბათ ის არის ემიგრაციაში მაშინ რატო წავიდნენ ან რაღაცა ასეთი ან აი ესეთი აი აქაც საინტერესო ამასაც ზედაპირულად უყურებენ 130 კაცი შედიოდა მთავრობაში და 130 კაციდან მცირე მთავრობა წავიდა ანუ მე-13 წავიდა ფაქტობრივად 58 კაცი წავიდა ანუ ისე არ არის რომ ყველამ რაღაცა ჩაიცვა და იხურა და ძალიან მშვიდად წავიდნენ თითქოს რაღაცა ევროპული კეთილდღეობისთვის და იქ ევროპაში სასწაულად ეგრე არ ყოფილა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ იქაც ლევილი თუ ვინმეს უნახავს ვიზუალურად მაინც ეს ერთი და მეორე ამ 150 კაციდან 100 რო აქ დარჩა ძირითადი ნაწილი მთავრობის ყველა მათგანის ბედი იყო დახვრეტა ან ციხე გარკვეული პერიოდი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ აქ და ჩვენ გვაუწყდება ერთი რამ რომ ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდათ ბოლშევიკებს საწყის ეტაპზე ლენინის დავალება ის კი არ იყო საწყის ეტაპზე როდესაც ოკუპაცია დაიწყო რომ ჟორდანია და რამიშვილი დახვრიტე არა ლენინსაც და სტალინსაც უნდა ერთი რამ ჟორდანიაც და რამიშვილიც ცოცხალი უნდა დაეჭირათ უნდა ჩატარებულიყო ფორმალური არჩევნები რომელშიც გაიმარჯვებდა ბოლშევიკური პარტია და გადაფორმება მოხდებოდა ხელისუფლების არანაირი დაპყრობა ანექსია შეერთება არ მოხდებოდა ეს იქნებოდა ხელისუფლების სულ მით უმეტეს დასავლეთისთვის პოზიციონირების კუთხით ძალიან მომგებიანი იყო ეს ვერსია მაგრამ ეს ვერსია ვერ გათამაშდა ანუ ემიგრაციაში წასვლაც ამ კუთხითაც რომ შევხედოთ იყო
შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა კი არ დავთმეთ, წაგვართვეს და დამოუკიდებლობის გამოცხადების აღდგენის პროცესშიც გააიოლა ამ ყველაფერმა საქმე. შესაძლებლობა დატოვა მაშინდელმა პოლიტიკურმა კლასმა იმისთვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა აღგვედგინა. ამ ყოველ შემთხვევაში ისტორიაში დარჩენილიყო ეს საკითხი, აი ესე ღია მათთვის და ყოფილიყო მხოლოდ ოკუპაცია, რომელსაც თუ კი ვინმეს გონია რომ ანუ აი აქ დარჩენილ ჩვენ მთავრობის წევრ ისინი ვერ შეიპყრობდნენ და მე კიდე ანუ მაშინ უნდა შეწიროდნენ ამ საქმეს. ხო რა ვიცი. შეეწირებოდნენ კიდე უმეტესი შეეწირებოდა, მაგრამ ანუ იმას ვერ მიაღწევდნენ, რომ ვითომ ფორმალური რაღაცა დოკუმენტები შექმნილიყო, რომელიც ნაყალბები იქნებოდა, თავისთავად ცხადია, მაგრამ ვითომ ყველაფერი მაინც ლეგიტიმურად მოხდა. ხო, 1917 წლის სცენარი ვერ გაათამაშეს ის, რაც გააკეთეს რუსეთში. იგივე სცენარის გათამაშება უნდათ ამ შემთხვევაში საქართველოშიც, რომ ეს თან ანუ ჩვენ გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში აი როგორ გათამაშდა. გაცილებით უფრო ადრე, ანუ 19 წელს დაიწყო ეს პროცესები, ანუ საქართველო იყო ბოლო დამოუკიდებელი სახელმწიფო ტრანსკავკასიაში და აი ამით იხსნება სწორედ ისიც, რომ ერთ პრობლემურ პატარა საკითხსაც რო შევეხოთ, რატო დასჭირდა მაისის ხელშეკრულების დადება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსეთთან, ხო? ანუ სომხეთი და აზერბაიჯანი დაპყრობილია უკვე ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარშენ და რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ბოლშევიკური პარტიის ლეგიტიმაციის ხო, მას ლეგიტიმაცია სჭირდებოდა, რუსეთს სჭირდებოდა ბოლშევიკური პარტიის ნებაყოფლობითი საქმიანობა დაშვებული ყოფილიყო ქვეყანაში ეს-ერთი და ამის სანაცვლოდ ის აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. მხოლოდ ეს ახსნა ქონდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას მხოლოდ ის ფასი აქვს, როგორც ბისმარკი ამბობდა, რა ფასის ფურცელზეც არის დაწერილი. აზერბაიჯანში და სომხეთში ესე მასობრივი ბრძოლა ნაკლებად იყო დროის ხანგრძლივ მონაკვეთში, რომელთაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნებდნენ, უფრო მარტივი იყო საქართველოს დაპყრობასთან შედარებით და ამას ემატება ისიც, რომ ეს ჩვენ ძალიან გვირთულებდა მდგომარეობას და ვნახეთ კიდეც, რომ თითქოს ის მითი, რომ 1921 წელს მარტო წითელ არმიას ვებრძვით, მე წითელ არმიას არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ სომხური დივიზიებიც იბრძვიან, ცხენოსანი რაზმები იბრძვიან, კოჯორ ბახმელასთან, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. ანუ სრულიად რუსული გავლენით კალში ვართ მოქცეული, მეზობელი სახელმწიფოც აღარ დაუჩა, რომელიც დაგვეხმარება და შეგვეშველება ამ პროცესში და ერთადერთი მიუხედავად ამისა, ანუ არასწორად იქ აღიქმება საზოგადოებაში ის, რომ თითქოს საქართველოს ოკუპაციის დღე არის 25 თებერვალი. 25 თებერვალს მხოლოდ თბილისი დაკარგა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ამის შემდეგ 40 დღე აგრძელებდა ბრძოლას საბჭოთა რუსული არმიის წინააღმდეგ. 40 დღე მაშინ კი არა, დღეს როგორი წარმოსადგენია, რომ შენი მოსახლეობით მიუხედავად საყოველთაო მობილიზაციისა კიდე 40 დღე გააგრძელა ბრძოლა. მარტის ბოლომდე გრძელდება. იდეაში ეს არის ომი, რომელიც სადღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თებერვალი-მარტი ორ თვეს გრძელდება საქართველოსა და რუსეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მას წარმოუდგენლად დიდი უპირატესობა აქვს, ჩვენ უამრავი პრობლემა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ დროს. აჯანყებები რაც ვახსენეთ ომი სომხეთთან მათ შორის, რამაც ძალიან დიდი სამხედრო რესურსი წაიღო. და მიუხედავად ამ ყველაფრისა მოვახერხეთ, რომ ორი თვე გვებრძოლა და მარტში, ასე ვთქვათ, ემიგრაციაში წასვლით დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომის ეს ფაზა, თორე ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა და ამაზე ალბათ შეეხებით ამ საკითხებსაც სხვა გადაცემების დროს. აი, ჩვენი დისკუსია დავასრულოთ კონსტიტუციის მიღების კონკრეტული, ასე ვთქვათ, გარემოებებით. მიიღეს 21-ში ზარბაზნების გრიალში, როგორც მაშინდელი პრესა აღწერს. 21-მდე რა ვითარება იყო, ანუ იმ ოკუპაციის პროცესი უკვე დაწყებულია, სადაც 12-ში 11-12-ში უკვე გამოჩნდა მტერი ჰორიზონტზე. აქაც რუსეთისთვის დამახასიათებელი ხელწერა ომს იწყებს და ზოგადად ომს თვითონ არ უწოდებს, იწყებს სპეცოპერაციით, როგორც წესი. და ეს სპეცოპერაცია, ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია იწყება საქართველოსთვის ამ დროს ყველაზე პრობლემატურ რეგიონში, ლორეს ტერიტორია, რომელიც ამ დროს სადაო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის. რადგანაც საქართველომ და სომხეთმა დამოუკიდებლად ეს საკითხი ვერ გადაწყვიტეს, ლორე გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად და ანუ იქეთ სომეხი ჯარისკაცები დგანან, აქეთ ქართული ჯარისკაცები დგანან, უბრალოდ ეს ტერიტორია არის ნეიტრალური და მასზე კონფლიქტი არ მიმდინარეობს. სწორედ 12 თებერვალს იწურებოდა
ჯარების იქ ყოფნის ბოლო პერიოდი. ანუ 12 თებერვალს ორივე მხარე დატოვებდა ტერიტორიას და საერთაშორისო სამართლის დაცვით თუ მოლაპარაკებების გზით გადაწყდებოდა ლორეს ბედი. და ერთი დღით ადრე რუსეთმა დაიწყო შეტაკებები ლორეს ტერიტორიაზე ქართულ ჯართან. აი ამ ვითარებაში ეს შეტაკებები გადაიზარდა საბოლოო ჯამში და მივიღეთ 90 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი, რაც საქართველოსთვის ნამდვილად ძალიან დიდი ტერიტორია. საწყის ეტაპზე უნდა ვთქვათ, რომ ქართული გენერალიტეტი ჯარს ვერ ვიტყვი, ქართული გენერალიტეტი არ აღმოჩნდა მზად ამ გამოწვევებისთვის. შიდა პრობლემებიც იყო, მათ შორის ქართულმა გენერალიტეტმა საბჭოთა ისტორიოგრაფია პირიქით წარმოაჩენს ამ მოვლენას, რომ თითქოს სოციალ-დემოკრატებმა ვერ შეუწყეს ხელი, რომ რეალიზაცია მოეხდინათ მანამდე რუსული იმპერიაში ნამსახურევ ელიტას, სამხედრო ელიტას, მაგრამ სინამდვილეში პირიქით იყო. სამხედრო ელიტამ ვერ შეუწყო იმ სამხედრო რეფორმას და იმ გამოწვევებს ფეხი ვერ აუწყო, რაც იმ პროცესში მიმდინარეობდა, თორე სახელმწიფოს ბიუჯეტის 30% ხმარდებოდა თავდაცვას პირველ რესპუბლიკაში. დღეს რა სურათი გვაქვს ამ მხრივ, ხო? ამაზე დიდი მაჩვენებელი მგონი ამ ვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში არ გვაქვს. ვერ აუწყო ფეხი ქართულმა გენერალიტეტმა ამ პროცესებს, გადალაგებაც მოხდა, ბევრი შეიცვალა, მათ შორის მაღალ ეშელონებში და უკვე ძალიან რთულ ვითარებაში, მაშინ როდესაც 21 თებერვალს უკვე თბილისის მისადგომებთან აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. დიახ, აი დიმიტრი სილაგაძესთან მქონდა მე პოდკასტი იხილონ მაყურებლებმა ეს ეპიზოდი, კერძოდ აი ეს უმძიმესი ვითარება და აი თო კოჯორ დაბახმელასთან როცა იყო შეტაკებები, ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა გენერალი, რომელიც უფრო ლოჯისტიკაში არის სპეციალიზირებული და არა აი ამ სამხედრო აქტიურ მოქმედებებში, ანუ კადრებიც არასწორი შეარჩიეს, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობს. ხო, ამ ვითარებაში, როცა კოჯორ დაბახმელასთან მასობრივი შეტაკებები მიმდინარეობს, ხოთა შორის კოჯორ დაბახმელას ბრძოლები მაინც უფრო შემოbrunების წერტილია საწყის ეტაპზე. პირველ ეტაპზე ლორედან, როდესაც იწყება ეს ომი, ამ დროს სრული დაბნეულობა, მაგრამ მალევე იწყება საყოველთაო მობილიზაცია ქვეყანაში, ამასაც აბრალებდნენ პირველ რესპუბლიკას, რომ საყოველთაო მობილიზაცია არ გამოაცხადა, აბა როგორ დაუპირისპირდა წითელ არმიას, რა ვიცი, რუსეთის წითელ არმიას და აქეთ სომხურ დივიზიებს როგორ გაუმკლავდა, ხო? და უკვე კოჯორ დაბახმელასთან რაღაც პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატებებიც გვაქვს, რა ვიცი, ერთ ბრძოლაში მაგალითად 1000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს, სარბაზნები ჩაიგდეს ტყვედ და ეს სიამაყის ამბავია ქართველის სავარაუდოდ, როგორც კი ესენი დაატყვევეს რუსთაველის გამზირზე, გოლოვინის გამზირზე ჩამოატარეს ეს რუსი ტყვეები, რომ ხალხს ენახა, როგორ შემოbrunდა ომი. კოჯორ დაბახმელას ბრძოლების პარალელურად უკვე იწყება და ფაქტობრივად სრულდება კონსტიტუციის მიღების პროცესი, როგორც მაშინდელი პრესა გვამცნობს, სარების კი არა და სარბაზნების გრიალში კიცდება ქვეყნის უმაღლესი ძირითადი კანონი, რომელიც 4 დღე კი არა სინამდვილეში უფრო მეტიც მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს საომარ ვითარებაში და საომარ პერიოდში ერთ პატარა საკითხსაც შევეხოთ აქ, სანამ დავასრულებთ. ძალიან ბევრს საყვედურობენ ნოე ჟორდანიას თბილისი რატომ დატოვაო. და აქაც ერთი რამ უნდა ავხსნათ, რადგანაც სოციალ-დემოკრატებს ჩვენ წარმოვაჩენთ და ობიექტურად იყვნენ კანონმორჩილები, მაშინდელი კანონი ითვალისწინებდა ასეთ რამეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია იყო, საომარი მოქმედებების დროს ქვეყანაში არავინ იდგა ჯარების მთავარსარდალზე მაღლა. და ჯარების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ჯარების მთავარსარდალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ფიზიკურად ვერ გაასაჩივრებდა ვერანაირი სამართლებრივი საფუძვლით ნოე ჟორდანია, თორე ნოე ჟორდანიაც არ ეთანხმებოდა თბილისის დატოვებას. თბილისის დატოვებამდე, თბილისის დაცემამდე 4 დღით ადრე მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც მეგული არ წყდება იმაზე, რომ 4 დღე იმუშავა ამ შემთხვევაში, რაღაც კლიშირებული გამოთქმა გულს არ მიკლავს, იმიტომ რომ 1918 წლის 26 მაისიდან ყველა ეს პირობა და პრინციპი ადამიანის ძირითადი უფლება და თავისუფლება დაცული იყო მანამდე დამოუკიდებლობის აქტში. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ სრულად იცვლება სურათი და ვიღებთ იმ უბედურებას საბჭოთა კავშირის სახით, რომელიც გაცილებით საწყის ეტაპზე, გაცილებით უფრო ბოროტი სისტემა იყო პირველ პერიოდში ცალსახად, ვიდრე ეს ახსოვთ ჩვენს წინაპრებს, ხო, ამ შემთხვევაში დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, სანამ თვითონ ასე ვთქვათ იცხოვრებდნენ, იმაზე გაცილებით სასტიკი იყო საბჭოთა კავშირი ადრეულ პერიოდში და საბჭოთა კავშირმაც პირველი რა გააკეთა, ანუ მტრის ხატი რისგან შექმნა? პირველი მტრის ხატი საბჭოთა კავშირში შეიქმნა სოციალ-დემოკრატებისგან.
თუ კი ვინმეს გაშავება იყო საჭირო და ვინმეს დემონიზება, მაშინდელ პრესას რო გადავალო თვალი, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პრესა, ხაცა სატირულია, იუმორისტულია, ოფიციოზია თუ რა, პირველ რიგში აშავებენ სოციალ-დემოკრატებს და სასიხარულო ტენდენცია ნამდვილად რომ იცვლება ამ ხრივ ადამიანების აღქმა, სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ დარგთან, ძალიან დიდ სამუშაოს წევენ ამ ყველაფრისთვის. მაინც რთულია საზოგადოებაში რეალური ისტორიის დამკვიდრება, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც მგონია რომ დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან ერთად, რომელსაც ადრე თუ გვიან მართლა მოვიპოვებთ, პირველ რესპუბლიკასაც ღირსეული ადგილი ექნება ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს ცოდნაში. დიახ, აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ალბათ გასასწორებელი ერის რეტროსპექტივაში, რომ ამის შემდეგ ანუ მეორე მსოფლიო ომში არსებული ჰეროიკა, რომელიც ჩვენს გაგებაში სამამულო ომად არის წარმოჩენილი, ეს არ არის სამამულო ომი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თუ კი ობიექტურად შევაფასეთ, დამპყრობლის დასაცავ ომში ჩაგვრთეს. და ახლა ეს როგორ არის ამის შემდეგ ისე ჩვენი სამამულო ომი, მაშინ როცა იქ იყვნენ ალბათ ადამიანები, რომელსაც ახსოვდათ და იბრძოდნენ კიდეც სავარაუდოდ 21 წელს. დიახ, ახსოვდათ თავიანთი დამოუკიდებელი საქართველო. ეს არ არის ასე ვთქვათ ლეგენდებში არსებული ცნობები, ეს მათ მეხსიერებაში იქნებოდა და ესე რომ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო ჩვენი სამშობლო, რომელიც ჩვენთვის სამამულო ომად არის ალბათ ახკონი. დიახ, მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, ძალიან მაღალ ტემპში. ვცდილობდი დაგზავნოდი. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება ჩვენ თანამშრომლობა სხვა საკითხებზე. მეგობრებო, ეს გახდათ კეთილ სიხარულიძე და ეს გახდათ გადაცემა ცოდნის არქეოლოგია, მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას. ნახვამდის.